გადაცემის წარმომადგენელია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. დიდი მადლობა ბენც, გამარჯობა მოგესალმებით ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩავლილ დღესასწაულებს ძვირფასო ტელემაყურებლებო ახალ წელს და ასე შემდეგ. მალე ახალი არჩევნები და ახალი მთავრობაც მომელოცოს ეს ისეთი წელია ძალიან საინტერესო. ვიწყებთ ძალიან ცენტრალური და თავზარდამცემი თემით, ნუ არ ვიცი მე ამდენი დღე ნერვიულობაში გავატარე. ქართული ოცნების დეპუტატები ზარქუა ირაკლი, ვიქტორ სანიკიძე და კიდე მესამე, არ ვიცი მე. სერიოზულ შარში გაეხნენ ძვირფასო მეგობრებო აბუ-დაბიში. მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა. იქ ჩასულ ოცნების დეპუტატებს საქართველოს მოქალაქემ მონა და მოღალატე ეძახა. ნუ ირაკლი ზარქუამ და დანარჩენებმა გადაწყვიტეს მეორე დღეს შურისძიების მიზნით ეცემათ მოქალაქე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა წინა დღეს. ნახოთ ამის ამსახველი ვიდეო კადრები. შეიძლება ნანახი გაქვთ, მაგრამ მაინც ჩვენი მაყურებელი ყავს. ნახოთ. ანუ ეს ვიქტორ სანიკიძეს ესე ჩხუბი არ უხდებოდეს მე ეგეთია ეს რაღაც ფანქარივით კაცი რამ სიგრძე ხელს იქნებს ანუ წარმოიდგინეთ ანუ პირველ დღეს გინება რომ შეიწერეს მეორე დღეს იფიქრეს რა ვქნათო და გაახსენათ რომ ვაშკაცები არიან და პირდაპირ ულაპარაკოთ დაუწყეს ამ ადამიანს ამ აქტივის ჩხუბი. ანუ ფაქტიურად მთელი 24 საათი მოუწიათ ამ ხელა აბუ-დაბიში ჩმორად ყოფნა. ესე სწრაფად ვერ გადახარშეს, ვაშკაცები იყვნენ, მიხვდი? გაანალიზეს, იფიქრეს, ხო, ჩვენ ხო ვაშკაცები ვართ და მეორე დღეს დაიწყეს, ვერ აიტანეს ერთი სიტყვით ბულინგის საქართველოდან, იმიტომ რომ ხო რაღაცნაირად იციან ხოლმე ესე ავარდნა ესე. მეორე დღეს დილით გაიღვიძეს, გამოეწყნენ თეთრ პერანგებში, რომ კამერებში ლამაზად გამოჩენილიყვნენ, ცოლები ცოტა მოშორებით დააყენეს ტელეფონებით ხელში, რომ გადაგვიღე ნახეო რა უქნათო ამასო და ბოლოს სწორედ თავისივე ცოლების მიერ გადაღებული ვიდეოების მიხედვით ემუქრებათ ციხე 4-დან 7 წლამდე ძვირფასო. ზარქუა და სანიკიძეს არაბეთში ციხე ემუქრება? ანუ ვერ გავიგე რა ხდება. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს დიპ შეიხები მართავენ თუ რა ხდება? კოლექტიური ნაცშეიხები? მე მინდა მივმართო არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს. შენ! მისტერ ხალიფა ალ-ნაჰიანს. შენ ათლეჰუ სარახ ნუჰაბ ალ-ჰუმ ალ-ჯურლი ინფურან. ალ-ჰურიათ ლიზუჯანა ნიჰზამ აბუ-დაბი. Ent haha, ent nakt haha, ent nakha, nakt haha, net haha, nakt faha. რაც თარგმანში ნიშნავს თავისუფლება აბუ-დაბის რეჟიმის ტყვეებს. რომ თქვენი დრო წასულია იცოდეთ. ესე იგი ზარქუას და მისნაირებს ჩვენ ქვეყანაში თავზე რო აქვთ გადასრული. ეგონათ რომ ეს თავზე გადასრა სხვა ქვეყანაშიც იმოქმედებდა ჩვეულებრივად. ანუ თავზე გადასვლის როუმინგი ქონდათ ჩართული. მაგრამ აბუ-დაბიში არ იმუშავა, ეთყობა არ იჭერს იქ.
ამიტომ ახლა ზარქუას აბუ-დაბის სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს. არა და მაგრა არ აწყობს ახლა სამართლიანი სასამართლო სიმართლე გითხრათ იმას ირაკლი ზარქუას. ზარქუ, აბა შენც. ამ ბიჭებს რომ უყურებ მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული რა. ნეტა მამუკა მდინარაძე და კახი კალაძეც წაეყვანათ Coldplay-ის კონცერტზე რა. ფიქრობ რომ ისინიც უპირობოდ იმსახურებდნენ იმ უდიდეს ემოციებს, რაც ზარქუამ და სარიკიძემ აბუ-დაბიში განიცადეს. ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვეულია საქართველოს პრეზიდენტი, ოღონდ ის პრეზიდენტი, რომელსაც დასავლეთი აღიარებს. ანუ სალომე ზურაბიშვილი. ქართული ოცნებიდან არავინ მიუწევიათ საერთოდ. თვითონ ტრამპს უთქვამს, ვიწრო წრეში ვაკეთებთ ინაუგურაციას, მარტო შეინაუგურები და ლეგიტიმურები ვიქნებითო მხოლოდ. ქართულ ოცნებას არსად არავინ აღარ ეძახის. ინაუგურაციას ვინ დაეძებს? ამ ეგრეთ წოდებულ მთავრობას ვიზიტებში საერთოდ არავინ ეძახის. ერთადერთი ვიზიტი რაც უწევთ, ეს ირანის პრეზიდენტის წლისთავია, ისიც ოქტომბერში. ჭერის ახდაზე რო არ ჩავიდნენ, ეხლა არ გამოვა ისე არანაირად, იმიტომ რომ ესე წესი ყოფილი. ამერიკას და ევროპას სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართული ოცნების დეპუტატმა მარიამ ლაშხმა. ნახოთ მისი განცხადება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ და ევროკავშირი გათავისუფლდება ჩრდილოვანი მმართველობისაგან. ეს ის ქალბატონია მასონების რო შეერა რა, მასონებზე რო გველაპარაკა ადრე, ეს ის ქალია. ახლა ჩრდილოვანი მმართველობაო, მალე მარიამ ლაშხი გააკეთებს განცხადებას გუდიან კაცზე, შავ ხელზე და რეიკზე, რომელიც გზაზე გადმოხდა, გარბოდა და თან ნოკია ტელეფონი ურეკავდა. ქვეყანაში არ ცხრება პროტესტი, მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ახალ არჩევნებთან ერთად არის დაკავებული ახალგაზრდების გამოშვება. ნაცვლად იმისა, რომ დააკმაყოფილონ მოქალაქეების მოთხოვნები, ქართულმა ოცნებამ შეკრიბა კლანის მოსამართლეები მურუსიძის თამადობით და რესტორან ბაბილოში აქეიფა. იცით ეს ამბავი. წინა დღით მოსამართლეებმა პატიმრობაში დატოვეს უამრავი ახალგაზრდა და მეორე დღეს იქეიფეს. საქართველოა ქვეყანა, სადაც სამართალი ვერ ჭამს, ხოლო მოსამართლეები კაიპურსაც ჭამენ და კარგათაც ზღებიან ჯერჯერობით. რო გითხრათ მაგარი დრო ატარეს თქო მოსამართლეებმაო, არ იქნება მართალი. რადგან რესტორან ბაბილოსთან შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ ამ შეკრებას. მოსამართლეებს აიძულებდნენ ბანერის ქვემოთ თავდახრილები შესულიყვნენ რესტორანში. რამდენიმე მოხერხებულმა მოსამართლემ გაპარვაც სადა. მოდით ნახოთ ერთ-ერთი ასეთი მოხერხებული მოსამართლე, ნახოთ იქიდან რომ გამოვიდა რა თქვა. ოცნების მოსამართლეების კორპორატიულზე მისული კაცი, რომელიც თავს მზარეულ სოსოთ ასაღებდა, მაგისტრანტი მოსამართლე ნუგზარ მგელაძე აღმოჩნდა. რაგაცინებთ. მზარეულია ეს კაცი, ოღონდ კანონების განხრით. ეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევიდან ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს ამზადებს, აი თითებს ჩაიკვნეთ. 1-4-დან 6 წლამდე მაგ უსამართლობის გემოს ვერ დაივიწყებ, ისეთი კარგი ხელი აქვს. რესტორნიდან გამოსული მოსამართლეები ხალხმა შეძახილებით და კვერცხებით შეამკო, მართლაც რომ ყველა ვიხილეთ, რა კარგი სუფრა იყო. ქათმის კვერცხი გინდა, ინდაურის, ბატის, მწყერის, ეყარა კვერცხები თუ მაგიდაზე, თუ მხრებზე, თუ ყურებზე, თუ სახეზე, ამაზეა ნათქვამი ჩიტის კვერცხი არ აკლდა იქაურობასო და სუფრასო. არალეგიტიმურმა მთავრობამ მოსამართლეების დასაცავად რესტორნის ირგვლივ პოლიცია განალაგა. გაყინული პოლიციელები იცავდნენ მოსამართლეებს, რომლებიც სითბოში ძღებოდნენ, ძვირფასო მეგობრებო. წინა წელს პოლიცია ხო ნაძვის იცავდა, ახლა იცავდნენ მოსამართლეების кейპს. მალე პოლიციელებს დააყენებენ ტუალეტებთანაც, რომ ჭამის მერე ჩინოვნიკების კუჭის მოქმედება დაიცვან. რომ ხელი არავინ შეუშალოს, აი ეს მოქმედებაც რომ დაიცვან. კიდევ კარგი სპეცრაზმი მოვიდა, თორემ ბოლოს ლევან მურუსიძე აპირებდა სპანჩბობის ფორმით გაპარვას, როგორც სქეიპზე მიწვეული ანიმატორი. სანამ მურუსიძემ ის ხოხობზე ლექსი არ თქვა, მერე რომ სანამ გზა არ დაულოცეს და ყოვლადწმინდა არ თქვეს, მანამდე ჩვენი პოლიცია გმირულად იცავდა მოსამართლეების кейპს. ამიტომ ვერ მოგვერევიან. სოლომონის განს
მწყრეზის სიმდიდრეს ლეგენდად ოქროს ლალს მობრდღიალეს მე მირჩევნია ერთი ხარება ბაბილოსთან შეიფრთხილებს აი ეს ლექსი მინდოდა მეთქვა ისე მოსამართლეებს მინდა ვკითხო მშვიდობიან აქციას არბევთ სამშობლოს ყიდით წინაპრების და წარსულების ხსოვნას პატივს არცემთ ბავშვებს და სიცოცხლის გამგზავრებლებს ციხეში უშვებთ ღმერთი თქვენ არ გწავთ და რისი სადღეგრძელო დალიეთ იმ სუფრაზე ძალიან მაინტერესებს უბრალოდ რა ადღეგრძელეთ აი სწორედ ამ მოსამართლეებმა რომლებიც არალეგიტიმურმა მთავრობამ აქეიფა პატიმრობაში დატოვის აქციაზე დაკავებული ახალგაზრდები მათ შორის ჩვენი თანამშრომელი ონისე ცხადაძე სოლიდარობას უცხადებულ რუსული რეჟიმის მიერ პატიმრებს და მალე გათავისუფლებას უსურვებ მათ შორის ჩვენს ონისესაც ვიცი რომ გვიყურებს ახლა საკნიდან ონისე ცხადაძემ პროცესზე თქვა თუ ნიფთის როლისთვის 4 წელი უნდა მომცეთო ახლა ასანცო ვისვრიო პროკურორის მისამართითო და 3 თვეო კიდე ზემოდან იქნება დამიმატოთო. მოკლედ ონისემ რომ ასანთი ისროლა ეგ სინამდვილეში იყო სუ 24-ის რაკეტა. ნუ თქვენ შეიძლება იფიქროთ ეს რა აბსურდია, მაგრამ დამიჯერეთ ეს ვერსია ჩემგან გამოიყურება როგორც აბსურდი, თორე იმედისთვის არაჩვეულებრივი ის არის ვარიანტი აი ამ ყველაფრის გამძაფრების. ნუ შეიძლება პირდაპირ ასეც აშუქებს ხოლმე. რამდენიმე დღის წინ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ამასთან დაკავშირებით გაიმართა საპროტესტო აქციები. ნუ ამ აქციებს შეუერთდნენ პოლიტიკოსებიც, მათ შორის გიორგი გახარიაც, ჩავიდა ბათუმში, გიორგი გახარიას ფიზიკურად გაუსწორდნენ ოცნების წევრები დიტო სამხარაძეს მეთაურობით სასტუმროს ფოიეში ცემეს დიტო სამხარაძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ფიგურირებდა ამ საქმეში. ნუ მაგიტომაც თქვი ცემეს თორე მარტო დიტო სამხარაძის ნაცემი კაცი არ გაიშვას. გინებაც კი არ გამოზდის წესიერად. ხო გახსოვთ პარლამენტში რომ იგინებოდა როგორი არაჰიგიენური სახე ქონდა მაგ მომენტში. მზია ამაღლობელის საქმეს რაც შეეხება მან ხელი გაუსვა სახეზე პოლიციელს. ნუ ქადურად რომ გაარტყავე ხოლმე ხო იცი ეს. და პატიმრობაში დატოვეს და ყოფილ პრემიერს გახარიას რომ ცხვირი გაუტეხეს და ტვინი შერყევა მაგაზე არც კი დაუკითხავთ არავინ დაჭერას ვინ დაეძებს. ამიტომ ამ ქვეყანაში თუ რამე შეიცვალა ძვირფასო ტელემაყურებლებო სასამართლოს რეფორმა უნდა მოვიტოვოთ ბოლოსკენ. იმიტომ რომ აი ამ ნაძირლებს რომ დაიჭერენ მინდა რომ იგივე სასამართლომ გაასამართლოს. მაინტერესებს ესენიც თუ დაუძახებენ ამ მოსამართლებს მონებს. აი ამის ინტერესი მკლავს. ნუ ოცნების მართული მოსამართლე რო ისევ პატიმრობაში იტოვებს აქციის მონაწილეებს, ამაზე ხალხი აღშფოთებას გამოხატავს ხოლმე. რაი, რო დააკნირდე ხო, ხალხი ამ ხელისუფლებისგან და სასამართლოსგან ხოლმე ელოდება რაღაც აი ჰოლივუდის ფილმის happy ends, რომ აი ბედნიერ დასასრულს. ანუ ფინალურ სცენაში რომ უარყოფითი გმირი, მაგალითად მოსამართლეს გონება უნათდება და კეთილი რო ხდება და ამ ყველაფერს უარყოფს და უშვებს ხალხს. ასე ელოდებიან ხოლმე მოსამართლეების გადაწყვეტილებებს. და ეს რომ არ ხდება უარესად ბრაზდებიან ეს ადამიანები ხალხი. ერთი რაც უნდა დავიმახსოვროთ ამ მოსამართლეების პირობებში ჰოლივუდის happy end არ იქნება. არასოდეს, ამიტომ გამოიგდეთ თავიდან, ანუ რომ ნერვიულობთ, რომ მე იქნება მოსამართლე 1 საათი დააგვიან ეთყობა რაღაცაზე ფიქრობს. არ იქნება, არ არის ჰოლივუდის happy end არ იქნება, იმიტომ რომ რეჟიმის მოსამართლეს არ გააჩნია გრძნობა, ემოცია, სინდისი, სითბო, სიყვარულის შეგრძნება, მიმიკა, გამოხედვა, რამაზი თვალები, სული, ტყავი, ფილტვები, გული, ღვიძლი, გულის მარცხენა ზედაპარკუჭი, სისხლძარღვები, სისხლი და სისხლის შემადგენელი მოლეკულები. არ გააჩნია და ერთი სიტყვით არ გააჩნია არაფერი იმისა, რაც გონებას გაუნათებს. ამის შანსი არის ნული. მოეშვით დადებით რაღაცებზე ფიქრს. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და სრული განუკითხაობა არჩევნების შემდეგ და ამ დროს ვნახოთ რა პოზიცია აქვს სახალხო დამცველ ლევან იოსელიას. ვნახოთ. სახალხო დამცველი ამტკიცებს, რომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულობა თვალით არ უნახავს. ესე იგი თვალით არ უნახავს გაყალბების ფაქტები. და მარნეულში ბუჯა ბიულეტინებს რომ წიხლით რომ ტენიდნენ, მაგ დროს ალბათ იმედზე უყურებდა თურქულ სერიალს. ალბათ
რანაირად შეიძლება ეგ არ გქონდეს ნანახი. ეთყობა ვეღარ მიაქცია ყურადღება ალბათ სერიალბად შეყოლა იცის ყოველდღე ელოდები და ასე შემდეგ. აი ეს განცხადება როგორ უნდა გააკეთო დღეს, როცა 50 დღეზე მეტია პროტესტი არ შეწყვეტილა. მთელი ქვეყანა და ბიზნესი გაიფიცა. დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს. მე მგონი ლევან იოსელიანის შუბლის უნდა გადაუგზავნოთ სამხარაულის ექსპერტიზაზე. მე ეჭვი მაქვს რომ შუბლის ძარღვის სერიოზული დაზიანებაა და მეშინია მთლიანად ტვინის არ ჩაითრიოს ამ გაწყვეტილმა ძარღვმა. ძალიან სახიფათო ამბავია. რომ აკვირდები ქართული ოცნება არაფრის შეცვლას არ აპირებს. ერთადერთი რაც 2025 წელს ოცნებაში შეიცვალა ეს თბილისის მერის კახი კალაძის იმიჯია. მოდით ვნახოთ როგორ გამოიყურება დღეს დღეობით ბატონი კახი. კახი თმა გადაიპარსა და უძინართა მზის დათოს გავს ახლა. ზოგი ამბობს არ უხდებაო, ზოგი ამბობს უხდებაო, კახი ხალხს არ უსმინო, ძალიან კაი იმიჯია. დედას გეფიცები, მამას გეფიცები, აგნესას თავს გეფიცები. როცა მერი აღარ იქნები, ძალიან გთხოვ, ოქრო წაიღე და იმიჯი ჩვენთან დარჩება იცოდე. ერთი სასიხარულო ინფორმაცია მინდა გაგაცნოთ მეგობრებო. 2025 წლის იანვრის თვიდან პარლამენტარების ხელფასი იზრდება 11,680 ლარამდე. და პენსია იზრდება 35 ლარით. გესმით ხალხო? პარლამენტარის ხელფასი გაიზარდა სულ რაღაც 11,680 ლარამდე. სულ რაღაც სამაგიეროდ პენსიები გაიზარდა 35 ლარით. აი ასე ზღვრავს ქართული ოცნება ჩვენს პენსიონერებს. დიდი მადლობა მინდა უთხრა პარლამენტარებს და მთავრობას რომ გამოიჩინეთ ამ ხელა სულგრძელობა 11,715 ლარზე უარი თქვეს, მოიკლეს ის 35 ლარი და 11,680 ლარი დაიტოვეს და ამით ქართველ პენსიონერებს 3 თავი წამლის ოდენობით გაუზარდეს პენსია. განა ეს ადამიანობა არა? ასეთ დათმობაზე წასვლას რამხელა რამ სჭირდება. თქვენ იცინეთ და თუ პენსიონერი და პარლამენტარი ერთდროულად ხარ, უკვე სერიოზული თანხა გამოდის. უკვე ძალიან სერიოზული. მონოლოგის ბოლოს შემოვინახეთ ჩემი ფავორიტი ვიდეო. ეს არის ვიდეო, რომელიც ჩაწერა ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა. ამ ვიდეოთი მან გადაარჩინა ბაკურიანის ტურისტული სეზონი. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. ბაკურიანში არის ფანტასტიკური თოვლი, არის ძალიან მაგარი სრიალი, როგორც იცი, გუდაურშიც კარგი თოვლია, კარგი სიტუაცია, არ დაუჯეროთ არც ერთ მატყუ არა ტელევიზიას, ჩამოდით, ისიამოვნეთ, იხალისეთ და ბედნიერი ახალი წელი. ანუ ამბობს რომ თითქოს ოპოზიციური არხები არ ვრცელებენ ინფორმაციას, რომ ბაკურიანში თოვლი არაა. ხედავთ რეები ხდება ძვირფასო ტელემაყურებლებო. იმ დღეს მეც ახლა რაც ჩემი თვალით ვნახე, მე რაც ვნახე ჩემი იმ დღეს ნოდარ მელაძესთან, მაკა ჩიხლაძე დადიოდა ბაკურიანში, მშრალ ადგილებში სპეციალურად და ავრცელებდა შეხედეთო ბაკურიანში თოვლის საერთოდ არ არის, თოვლის დაადნეს კოცებმაო. თოვლის დაადნესო, თურმე რეალობა რა არის, ხვდებით? თვითონ ნინო წილოსანი ავიდა ეს რო გაიგო ვერ მოითმინა. ავიდა ბაკურიაში თავის 5,000 ლარიანი აღკაზმულობით შესამოწმებლად და თავისი კამერით დაგვანახა რომ მართლა თოვლი არის, თორე ჩვენ ოპოზიციური არხები რეებს მაშუკებდით. აი მრცხვენია უკვე რა, უკვე აი სად მუშაობ. ეს სად მუშაობ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ ოპოზიციური არხების თავგასულობა. ზაფხულში მახსოვს ფორმულა ავრცელებდა რომ ბათუმში ზღვა არ იყო. დავიჯერეთ ხალხმა კაცო. კიდევ კარგი იმედი არსებობს და გვითხრა რომ ბათუმში ზღვა არის, ამიტომ დაისვენეთ ხალხო ზამთარში მთაში დაისვენეთ და ზაფხულში ზღვაზე არ დაუჯეროთ ამ ოპოზიციურ არხებს. არაფრის შეგეშინდეთ. მადლობა ნინ, მადლობა. კლავაც მეიმედები და ძალიან მეინდივიდუალურების. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურ თაფლოვებს ბენდი თამუნალეკო ისიც ხელმძღვანელს მადლობთ. ძვირფასო ტელემაყურებელო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი ვახო სანაია.
აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ, გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია Sandomi, ტკბილეულის და სნექების მრავალფეროვნება. Sandomi ყველაზე ტკბილი ზღაპარი. ასევე გადაცემის პარტნიორია მარკეტების ქსელი გვირილა. შეიძინეთ გვირილაში 5 ან მეტი განსხვავებული პროდუქტი და ისარგებლეთ საბითუმო ფასებით. Liberty სოციალური ბარათის მფლობელებისთვის Liberty-ს ტერმინალზე გატარების შემთხვევაში საბითუმო ფასები მოქმედებს ნებისმიერ შენაძენზე. დამატებით ამასთან გაატარეთ მეგობარი ბარათი და დაიბრუნეთ 5%. Გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია ხმის ბანკი Voice-G, სადაც შეგიძლია შეარჩიო ხმა შენი სარეკლამო რგოლისთვის ან ავტომოპასუხისთვის. Voice-G აქციე ტექსტი, აუდიო ჩანაწერად. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათის შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი კორუმპირებული მოსამართლეების მოდების ჩვენება. ნახოთ. ასე უნდა ჩაიცვას მოსამართლე კაცმა, რომ ადვილად მოახერხოს სინდისისგან დაცლა. უნდა იყოს ჩასაცმელი კოტონისგან ნაკეთები, რომ არ გაუღიზიანოს ღაბავს ქვედა ნაკეთები. უნდა კონდეს 2 ჯიბე, დეტალურად ნაკეთები, ერთში კონდეს კანონები, მეორეში ნაკვეთები. დააკვირდით მოსამართლეს, მანტია აქვს გახეული, რომ შეხედავ მგელი არის, ცხრის ტყავშია გახვეული. რომ იცოდეთ ძვირი დაჯდა მათი დისტრიბუცია. ამ მანტიას შიგნიდან აქვს გაგრილების ფუნქცია. ბულინგი თუ წამოვიდა საქმეს გაგვიადვილებს. უკანალი თუ აეწვა, დააჭერს და აგრილებს. ეს ბატონი აბულინგეს, ფიქრები აქვს არეული. დღისით მოსამართლეა და ღამით სოსომზარეული. კანონისგან კერძს ამზადებს, რახანია ველოდებით. ბევრი კანონდარღვევა და სამართალი გემოვნებით. უყვარს სმა და თავყრილობა, რესტორანში აღნიშნული. კოდექსებზე უფრო ხშირად მენიუ აქვს წაკითხული. უყვარს სუფრა, მურუსიძის პოეზიით შეძრულია. იმ ლექსში, რაც ხოხბებია, ყველა ამის შეჭმულია. აბა ეს ხალათი ნახეთ, ეს ჩავაცვით მურუსიძეთ. როცა გინდა გაიხსნება, როცა გინდა შეიკვრება. მურუსიძე სულ დარჩება, მთავრობები შეიცვლება. ღიბზე კარგად თუ არ ექნა ხმარებაში გაიწევს. ჯერ დეიდას დაგილოცავს, მეორე დღეს დაიჭერს. ეს კაცია მოსამართლე, აქვს დოლარი, რუბლი. ძარღვით 10 ჯერ გაიწყვიტა და აქვს სქელი შუბლი. მისი მსგავსი მოსამართლე არვინ არის ქებული, ამიტომაც 60 აქვს მეტად მოხერხებული. ამ ჯიბეში რუბლს ჩაიდებს, იმ ჯიბეში დოლარებს. თავარია მაძღარია, ნუ უკითხავთ მორალებს. რადგან ყველა შევიკრიბეთ, სანახავად აქ მოხვედით. ახალ მოდელს წარმოგიდგენთ, მურუსიძე Pro 14. დაგიმტკიცებს, გაგიფორმებს, კანონების ძლეთამძლეა. რაც ყველაზე მთავარია, ეს მოდელი კვერცხგამძლეა. სისუფთავეს დააკვირდით, დავარცხნილი, გაწკეპვილი. ნამუსი და ესპერანკი პერვოლით აქვს გარეცხილი. მას სკოლაში არ უვლია, თემაც არ აქვს დაწერილი, მაგრამ მისი ხელმოწერით ონისია დაჭერილი. არაფრის გამო კაცის დაჭერა ძლიერ უხარებს გულს. პატრიოტიზმს და თავისუფლებას ის ამჯობინებს ფულს. მოკლედ რომ გითხრათ, ჭრიან კერავენ, კანონს საკუთარ თარგზე. სულ ქეიფობენ, დაძღდნენ, დასუქდნენ, ვერ ეტევიან სკამზე. არც სინდისი აქვთ და არც ნამუსი, გადაჰმნული აქვთ თავზე. ჩვენი ბედი რომ ამათ ხელშია, გული ხენით გვაქვს სავსე. თქვენი ჯიბე სულ ცარიელია, მათი კი მუდამ სავსე. სანამ ესენი იბოგინებენ, მანამ ვიქნებით ასე. ვაგრძელებთ გადაცემას კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია Sandomi, ტკბილეულის და სნექების მრავალფეროვნება. Sandomi ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის პარტნიორია მარკეტების ქსელი გვირილა, შეიძინეთ გვირილაში 5 ან მეტი განსხვავებული პროდუქტი და ისარგებლეთ საბითუმო ფასებით.
ლიბერტის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ლიბერტის ტერმინალზე გატარების შემთხვევაში საბითუმო ფასები მოქმედებს ნებისმიერ შენაძენზე. დამატებით ამასთან გაატარეთ მეგობარი ბარათი და დაიბრუნეთ 5%. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი, პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია ვოისჩი, ხმის ბანკი, სადაც შეიძლება შეარჩიო ხმა შენი სარეკლამო რგოლისთვის ან ავტომოპასუხისთვის. ვოისჩი, აქცია ტექსტი, აუდიო ჩანაწერად. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა ახლა წარმოგიდგინოთ სალომე ზურაბიშვილის და დონალდ ტრამპის დუეტი ინაუგურაციამდე. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდი სტუდია, რომელსაც ვენდობით. ნახოთ მუსიკალური ნომერი. რეკლამის შემდეგ ჩვენი გადაცემის თვალი ვახო სანაია. ვახო გამარჯობა მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ მოახერხეთ მოსვლა. ჩვენს გადაცემაში მე მომწონს ხოლმე შენი სტუმრობა, იმიტომ რომ როცა რაღაცა ბევრი აბსურდული სასაცილო ამბავიც ხდება, ნუ პარალელურად, ხო, რა თქმა უნდა, ამ პროტესტთან ერთად, ხო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, პარალელურად ქოცური სასაცილოც რა, ნუ რაღაცა ამბები, მაგალითად მინდოდა დაწყება საუბრის აბუდაბით, ხო? ეს ხო ისეთი თემა არის რა, რაღაცნაირად საინტერესო. ხო, აი, მოდი როგორ დავიწყოთ, იცი, რომ აი მაგალითად რა იყო ზარქუას აი დაბადების დღე ქონდა. ხო. რა ქონდა დაგექმილი. ჯერ ერთი მინდა საამიროებს მიმართო და ხო. რაღაცნაირად მოსახლეობას იქაურს გამოუცხადო მხარდაჭერა. ხო, უცნაური თავრობა არის ეგრეთ წოდებული აქ მთლიანად და აქ ხო პოლიტპატიმრები ყავდა. ეხლა თვითონ გაიჩიტნენ იქ პოლიტპატიმრებად. ზარქუა და ეს. ხო, კალათბურთელი, ხო? წარმოიდგინეთ, წავიდნენ ტიპები, ეს ზარქუა. ხო. მე აღმოაჩინეთ იქ Facebook-ზე ამოუგო რაღაცა და დაბადების დღე ქონია უბედურს თურმე და ხო. წავიდა Coldplay-ის კონცერტი. არც მეტი არც დაკლები დაამთხვიო. წავიდნენ, ახლა დაბადების დღეზე რა უნდა ქნა, ხო, წარმოიდგინე, კარგი დრო უნდა ატარო. ხო. დაესწრო კონცერტს, ჯერ კონცერტამდე ეკნებოდათ იქ მთელი რაღაცა დაგეგმილი, მერე კონცერტის შემდეგაც ახლა ეგრევე არ წამოვიდონ, ახლა პროფესიული თვალსაზრისით არ აინტერესებს ზარქუას კონცერტი. ეგრევე და რაში აღმოჩნდა, წარმოიდგინე, სრულ ჯოჯოხეთში. ხო. ესე იგი, ჯერ აგინეს. ხო. მერე აქ აგინა მთელმა ქვეყანამ. ხო, ხმარა თუ არა მოიღო. ხმარა თუ არა მოიღეთო. მერე ესე იგი, წარმოიდგინე ის როგორ იდგა სანიკიძე კედელთან. ხო. ატუზული და აი უბრალოდ აი გამვლელი რო იყო, ესე უღებდა. ეთყობა აგინეს კიდე სხვაგან თავის პარტიაში რო ესე მიჩმორდნენ და თელი ეს გაიაზრეს აქედან ნაგინები, თელი ერთი დღის განმავლობაში დუმდნენ და სასწაული რაღაცა გააკეთეს. თვითონმე თან როგორ იყო ახლა მან, ხო? ეს უნდა ეჩვენებინათ, რომ მაგრები არიან. ხო, კომპლექსი თავის. თვითონ ანუ ასეთი კანონმდებლობის ქვეყანაში თვითონვე თავის თანხლებ პირებს გადააღებინეს სისხლის სამართლის დანაშაული და ატირდეს რა მაგრები ვარ ხო? და მოკიდეს ხელი შეაგდეს საპრობილეში, სადაც არ გაგონილი მაინც ხო ექნებოდა. ახლა არ ვიცი ამ წუთას როგორ არის სიმართლე გითხრა რა სასჯელი შეიძლება იყოს რაღაც. გაგონილი ხო ყველას გვაქვს, რომ იქ შეიძლება გაგროზგონო. და ეგ ვიდეოები, მე მაგ ვიდეოს შენ რაც გადაიღე, შენი სისხლის სამართლის დანაშაული, შეიძლება დაამატო, რომ გაგროზგეს. კიდე ტიტუშკა დეპუტატები აბუ-დაბიში. არა, თან თავის ცოლებს გადააღებინეს. კი, რომ ანუ ცოლებმა გადაუღეს
ცოლების ხარჯზე არიან დაჭერილები რეალურად ცოლება ჩაასვენებენ ფანოიდინე ამ ესენი ხო ჩამოვიდნენ იქა ხო ეს თებში ხო აიღოს მოამზადა ჩართეო უთხრა ხო ეს გადაიღოთ და არ ვიცი იმ თებში რა იყო ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული და მე კიდე ესე სანიკიძეზე გამახსენდა ნუ კალათბურთში ხო არის ესე რო ისური ბულს და იმ ძალიან მაგარმა ბიჭმა თებში ესე უკრება და არ ვიცით ხო ჯერ არ ვიცით რა ბედი ეწევა იმიტომ მე გავარკვიე ნუ ყავს რამდენიმე ნაცნობი და სანამ გადაცემა დაიწყო და მივწერე რა ნუ როგორ ანუ არ ითვალისწინებენ არაფერს მიხდი დეპუტატია სიტყვაზე პრემიერ-მინისტრია რაღაცა თუ მის ქვეყანაში დანაშაული ჩაიდგა რომელიც ანუ ეს ქვეყანა ყოველთვის იმას ნერგავს რომ მისი ქვეყანა არის უსაფრთხო მიხდი რომ ანუ აქ უნდა იყოს ტურიზმი რა ანუ ეს ანუ განსაკუთრებით სიმკაცრე არის მაგ ტიტუშკები ჩავიდნენ ხო და ჩამოაქციეს საამიროების ტურიზმი. ხო და მე ეს ამბავი რომ გავიგე, მე ავდექი და დავიწყე დაგუგულა რომ რა კანონები შეიძლება იყოს იქ რა. აი მაგალითად როგორი მკაცრია რაღაცეები რა. ხა შენ წარმოიდგინე ჯერეს დანაშაული ხომ გაიაზრო რა აქ ჩადენილი რა და ანუ რეებზე არის იქ სასჯელები. მაგალითად კანონით იზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტში ჭამა. ხო. ანუ ეს რაღაცა იმას დონერს ასე ვერ შეჭამ რაღაცას დაგიწესო შაურმას ვერ გადაიხავს კანონით იზრდება საზოგადოებრივ ადგილებში ცეკვა კოცნა და გრძნობების ზედმეტად გამოხატვა კოცნა და გრძნობების ასევე იჯება დედის გინება და რაღაცა ჟესტების დანახვა, ანუ მაგალითად ამის დანახვა. ეს ანუ ჩვეულებრივად საპატიმრო არის რა. ანუ შეიძლება ნუ რაღაცა ბევრი ფული გადაგახტევინონ მაგას, მაგრამ აქ არის კიდე ის რომ მაგალითად 2020 წელს ხო ამ კანონმდებლობიდან ამოუღიათ გაროზგვა ოფიციალურად. იმიტომ რომ აი მაგალითად საზოგადოებრივ ადგილებში კოცნა, ანუ შეყვარებულს რო აკოცო, რა თქმა უნდა, ტუჩებში. მაგაზე ყოფილა 2020 წელს 80-დან 200 როზგამდე. რას დაგიდგეს სასამართლო, მიხდი? 80-დან 200. ამათ კიდე რეები აქვს იქ. გაკეთებული რამდენი როზგი შეიძლება? რატო ამოიღეს? არ უნდა ამოიღოთ. 2026 წლამდე არ უნდა ამოიღოთ და კაი სანახაობა იქნებოდა. დაბადების დღესაც სულ როგორ როზგავენ? როზგავენ, ხო. ეგ სად ხდება ნეტა ქუჩაში გამოყავთ თუ სად სახალხოს ყველას დასანახად, ხო, ნუ ეხლა იქ რაღაცა ცოტა დავიდა ეგ ქვეყანა, ხო, რაღაცა. ბიზნეს დეპუტატებს რო როზგავენ. წარმოიდგინე რა შარში ამოყვეს თავი რა, ანუ დაბადების დღეზე წასულმა. ვიღაც ბიჭი რო ყავდათ კიდე იქ ჩაყვანილი და არაფრის გამო უბრალოდ რო რაღაც დახმარება რომ უნდა თეფის რომ აშველი მაგას საერთოდ არ უშვებენ მაგას საერთოდ არ უშვებენ და კიდე ნუ რა თქმა უნდა ხა გადავიდეთ უკვე აქაურ ამბებზე რა მაგალითად ხა ნუ რა თქმა უნდა გახარიაზე თავდასხმას ნახავდი ხო ნუ ეს კადრები რა ნუ თავდასხმას ვერა იმენად მაგრამ ხო ნუ რაც ვნახეთ ხო ხო და ანუ ეს ვიდეო რაც გახარიასი იყო გავრცელებული ხო ეს რაღაცა ქაღალდის ჭიქასო სახეში ესვრის და უცებ როგორ ხტება კადრი რა უცებ რომ აი ჭიქის მერე უცებ ხტება კადრი და გდია გახარია რა ანუ წარმოიდგინე ყველაფერი მაქვს ნანახი ხო სამონტაჟოში მაქვს გატარებული მთელი ცხოვრება ეგეთი რაღაცა არასდროს არ მინახავს, რაღაცა ლოგიკა აქვს, მონტაჟსაც აქვს რაღაც ლოგიკა. ხო. იმეც საერთოდ რაც სამყაროში შეიძლება დაამონტაჟო, ყველაფერი დამონტაჟებულია არასწორად, მაგრამ ეს როდესაც შერაც თქვი. ხო. და მე ვიტო სამხარაძე, ეს ტიტუშკა ერთ-ერთი უკვე იგინება, ანუ წარმოიდგინე როგორი მოჭრილი არის რა. ამხელა მონაკვეთია მოჭრილი. შუაში
ყველაფერი არის ამოღებული. და მაყურებელმა ხო უნდა გამოიტანოს, ანუ შინაარსი აქვს, ხო, კადრს აქვს, შინაარსი გიყვება, იქ რა მოხდა. და ეს ჩვენ რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, თავში არ ვიცით რა მოხდა. ანუ ესე გახარია ჭიქით ხო არ დადის ქალაქში და ვიღაცებს. რაღაცა მოხდა იქ, ხო? ხო, ის მოჭრილია. კი, და ამის მერე ხედავთ აი ამ ჭიქის ეპიზოდს და უცებ ადამიანი გდია. მარტო გდია. არავინ არ არის და რა მოხდა? რა გავიგოთ აქ ამბიდან რა? რა დაემართა ამ ადამიანს? უცბად ესე უცებ თავი წაიქცია. სამხარაძე მიდის და იგინება და ვიღაცა ტიპები კიდე ტრიალებენ რა, შავებში ჩასული. ეგეთი მონტაჟი საერთოდ ისტორიას არ ახსოვს, ანუ რა, არ ვიცი. ხო, რაღაცა რა მონტაჟი არ გვინახავს, ხო? ეგ იგივეა. ნუ რა ვიცი, აი როგორ ავხსნა აქ. აი საუბრობთ მე და შენ და უცებ შენ ხარ სადღაც ქვევით გდიხარ და მე მივდივარ იქით და ვიგინებ. რა მოხდა გადაცემაში რა მოხდა? ეგეთი რაღაცა არის ეგეც. მაგრამ აი ცირა ტაქტიკა რა აქვს ეს ის მოპარვის რა ტაქტიკა კონცეფტს რა. როგორი რაღაცა აქვს ვიცი აი ეს ახალი სიტყვა არის რა მათ იმაში. მოდის ვიღაც ტიპი ხო და გაყენებს შეურაცხყოფას რა. ხო და შეურაცხყოფას რო გაყენებს ან პასუხსცემ ან არ სცემ პასუხს. აი თუ სცემ პასუხს მაგალითად რა დაუბრუნე გინებაზე გინება ხელი მოგიქნია შენს მოუქნიე უცებ საიდანღაც გამოდის 20 კაცი რომელიც იქ არის ჩასაფრებული რა და მოდიან და მერე სცემენ ადამიანს. მაგრამ თუ აი ხალ შემთხვევა რაც იყო ერთ-ერთი მივიდა შეიგინა ამან არაფერი არ უთხრა. ხო ოპოზიცია შეაგინა ამ ადამიანს არაფერი ან არ წამოეგო პროვოკაციაზე ცოტა უკან წავიდა დაბრუნდა და უთხრა რომ ქართულ ოცნებას რატო შეაგინე. ანუ მნიშვნელობა არ აქვს მაგათ საბაბი არ ჭირდებათ და მე ვიღაცეები საიდანღაც გაიჩიტნენ ხო? კი და ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აი ეგ მარტივი ტაქტიკაა. აი მზიას მაგალითის ხო ეგ იყო ხელი რო გაარტყა პოლიციას. მზიას ისეთი შეურაცხყოფები აყენეს როგორც გაირკვა იქ შეფურთხების ეპიზოდიც ყოფილა როდესაც დაკავებული ყავდათ ხო? ხო და მაგრამ მანამდე აგინეს პოლიციელი მაგრამ მე მგონი იქ რაღაცა ის არის. იქ ის არის რატომღაც ხმა არ არის. ან ჩაწეულია. ხო ეს უკვე ძალიან მაღალ დონეზე დამონტაჟებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ იმის ფონზე რაც გახარიასთან დაკავშირებით გააკეთეს. ანუ პროფესიონალურად გაკეთებული ვიღაც მაგარი იჭდა. ამ ხელის გარტყმაზე საპატიმროში და ნუ ფაქტიურად ამ გახარიას ეპიზოდში დიტო სამხარით საერთოდ დამნაშავე არ არის. არა დიტო არ ყოფილა. იქაც ჩაული. შორი ახლოს აქციული ადამიანი დაინახა და უბრალოდ გამოხატა თავისი რეაქცია სიტყვიერად შეურაცხყოფა მიიღე. მე იქ დანაშაული. მე იქ დანაშაული. დიტო არ ყოფილა საერთოდ. რავი, კადრებით 100 არის. თვითონ გაავცელეს ეს კადრები, მე ყوار გამოცელებია. მაგრამ ეხლა კიდევ უნდა გადავიდე მოსამართლეების кейფზე, ხო? მოსამართლეების кейფი ხო ესეთი დიდებული ის იყო რა, ანუ აი ჩემთვის იყო აი წარმოუდგენელი კადრები ეხლა მე ეგეთი რამე არ მინახავს, აი წარმოიდგინე შეიყვანეს ხალხი, თან როგორ შედიონ ეს ჩოქვაჩოქვით შედიოდნენ იმაში. რაღაცა ხო. ეცეროდ გაუგეს რომ თავი დაეხარა და ეს ჩოქვაჩოქვით შედიოდნენ და ან დაავალეს ტიპებს, არ გააუქმოთო ეგო კორპორაციულიო, დაავალეს რომ იქ მისულიყვნენ შიგნით და როგორია ეხლა რა кейფის ხასიათზე უნდა იყო. და აი დაგავალოს ვინმემ რომ სადღაც ერთი 5-6 საათი გადაჭმული კიტრი და ტარხუნის ლიმონადით ირბინო, იმიტომ რომ ბიძინას ასე უნდა მაგიდებს შორის რა. იცეკო, იმღერო და შენ ეს არ გინდა ამის გაკეთება. გარეთ პოლიცია, რომელიც ამ აბსურდს დარაჯობს. არგი ეგეთ სიტუაციაში როგორ გინდა кейფი ხო? აქ კვერცხი როგორ მორტყმული ჩოქვით შედიხარ, კიდე რა უნდა მოხდეს ეგეთი ჯოჯოხეთი, რომ შეგიყვანონ და მე დაგავალონ რომ იცეკო. ახლა იქ кейფები იცეკო.
და პოლიციელი მოვიდა თავის თავს ხო უსვამს ახლა შეკითხვას რას დარაჯობს აქ ნუ ვიღაცა ტიპები შეჭრილი არიან რესტორანში кейფი არ უნდათ მაგრამ დაავალეს და ცეკვავენ და გარეთ ეს ამას იცავს იმას რაც იმათ არ უნდათ რომ გააკეთონ რა სრული აბსურდი ამას ვერ მოიფიქრებს რა ვერც ერთი სცენარისტი ვერ მოიფიქრებს სოფლიოში რაც აი ბიძინამ დადგა ხო ლევან მურუსიძე მოთხოვ ეხლა უნდა იქეიფოთ და მე გარეთ ხალხი ხო იყო აქედან ხო ვიღაცეები დაიჭირეს და მოსამართლე ქალი იყო ერთი იძახდა რომ სულ ყველა დასაჭერებია ბანკო ვინც ხართო და ამას რო იჭერ ხო ეს მე სასამართლოში ხო უნდა მივიდეს ამ ქალთან უნდა რომელსაც кейპი ჩაშხამდა ამასთან უნდა მივიდეს და მე იმან უნდა გამოიტანოს ობიექტური გადაწყვეტილება და სასამართლოს შენობის გარეთ იძახის ეს მოსამართლე ქალი რომ ყველანი დასაჭერები ხართ აღო ჩემამდე მოდითო ჩემამდე ჩემამდე მოდი მე გამოვიტან ობიექტურ ხო გადაწყვეტილებას ზოგი ისე მიიპარებოდა ერთ-ერთი ამბობდა რომ მოზარეული ვარ საერთოდ და ვიღაცა სიღნაღის მოსამართლე იყო თუ რაღაც ის კაცი რო აკაკუნებდა ის საჩხერის სასამართლოს მოსამართლეა ავტობუსმა რო კარები არ გაიგო კვერცხი ქონდა კარგად იყო გამოწკეპილი შავებში რას უკაკუნებდა აი როგორ მაინტერესებს სად მიდიოდა რა ნომერია ის ავტობუსი საჩხერის მოსამართლეა იმ ავტობუსის სად მიდიოდა აი როგორ მაინტერესებს თავის გადარჩენის რა ფორმაა ეს ახლა ჩვენი უნისეც ხო დაჭერილია ხო ჩვენი სცენარისტია და მსახიობი და ნუ ანდროც ჭიჭირა რეალურად სასამართლოში მივდივართ ძალიან ბევრი ცნობილი მსახიობები რაღაცა ნუ იუმორისტები ვართ რაღაცა მივდივართ და მაინც რომ ანუ ელოდებიან ხოლმე რომ ანუ მოსამართლეს რაღაცა აი ბოლო წუთას გადაწყვეტილების მიღების ბოლო წუთს რაღაცა გონება გაუნათდება და გამოიტანს ისეთ განაჩენს რომ გაათავისუფლებს აი ამ ხალხს ყველას ერთდროულად აი აღარაფერი არ მაინტერესებს აი ესე მე არაფერი აღარ მივდივარ სამსახურიდან და აი ახლა უშვებ ამ ხალხს და მივდივარ სამსახურიდან და ჩათიდანაც გამოდის იქვე პროკურორის სადაც ხარ ჩატში ხო მაგრამ იმ ჩატსაც ხოვებს გამოდის და ყველას უშვებს ერთი აი მაინც რატო იტოვებენ იმიტომ რომ აი ხა მსახიობებთან დაკავშირებით მე მაგ ესეთი ანუ ყველა მაინც რომ მსახიობია ზოგი კინო ზოგი თეატრის მაინც ელოდებიან happy ends მიხვდი? ხო. ანუ რაღაცა ბედნიერ ჰოლივუდის დასასრულს, რომელიც არ იქნება რა, მიხვდი? ანუ არც 1%-ით არ შეიძლება დაუშვა იქ, რომ ამ მოსამართლემ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს. კი, გეთაქვე, მაგრამ იქ ყველაზე დიდი მსახიობი თვითონ მოსამართლეა სინამდვილეში და ვისაც სასამართლოსთან არ ქონია ხშირად შეხება, მე მაგალითად არანაირი ილუზია არ მაქვს მოსამართლეებთან დაკავშირებით, რას აკეთებენ იცი? აი ვინც პირველად არის თქვა სასამართლოში, მან მეორედ მოუწია იქ ყოფნა, მოსამართლე ეგეთ რაღაცას აკეთებს რა. ხო, როგორ? გამიმეორე, ეს მნიშვნელოვანი დეტალია, გეუბნება ეს მნიშვნელოვანი დეტალია. იქით პროკურორს ხო ესე შენიშნავ, თამაში სცენაზეა კაცო. იქ პროკურორი ხო ზის და ეხლა პროკურორს რა უნდა გაუბედოს მოსამართლე, მაგრამ ნუ ახვალებთ ბატონო ჩემო შეიძლება ეს უთხრას და ამით ქმნის განცდას რომ შეიძლება გამოიტანოს რაღაცა ისეთი გადაწყვეტილება რომ სამართლიანი რა ან მეტნაკლებად სამართლიანი და აი ამას თამაშობს რა მე პირადადაც ვქონია შეხება როგორც დასარალებული ყოფილა სასამართლოში ასევე გამიშუქებია რა ვიცი რამდენი წელია ვაშუქებ ამ სასამართლოზე თქვენ ის რელიგიური ფიცი თუ სამოქალაქო ფიცი გაკითხება იქა და შენ ამაზე სცემ პასუხს და ის რაღაც ეს დილობიანად გელაპარაკება აი შესულია ბოლომდე შენს მდგომარეობაში ვითომ მიხვდი ისი რომ კაი ადამიანი ჩანს და რო კითხე რაღაც კეთილშო კაი ადამიანი რაღაც კაი ხედავს რომ მართალი ხარ და ის არ დაუშვებს ახლა აქ რაღაცა სხვა მოხდეს და ეუბნება რომ ერთი წამით პროკურორს აჩერებს ვითომ და აქეთ ადვოკატ დაასრულეთ თქვენ სიტყვა ადვოკატს ეუბნება შენ აქეთ გეუბნება რაღაცა და შენც ხარ როგორ იცი ვითომ კეთილგანწყობა უნდა რომ მოიპოვოს შენი და ბატონო მოსამართლე ხო გესმით რასაც იქნებს ამ ყველაფერს თავს ასე ბოლოს დაგაჭედებს ნურსმანს არანაირი აზრი არ აქვს არა დაჭედებაზე კი არა მან კიდე ერთი დეტალია შიგნით რომ
მე მიდის გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად გადათბილოს. ონის ეს პროცესზე საათნახევარი იმსჯელა. მიხვდი, ანუ საათნახევარი და ამით ხალხს გაუჩინა აზრი, მაინც იმამდე მივდიოთ ჰოლივუდის დასახელება. რო იქ რაღაც იქ რაღაც, ესე იგი საათნახევარი რო დააგვიანა, ესე იგი რაღაცას ფიქრობს. და ის სპეციალურად აგვიანებს სადახო ის სცენარის ნაწილია. რა თქმა უნდა, მაგას ეგ რო გაფიქრები სცენარის ნაწილია და კიდე რა არის, იცი რატო აკეთებს ამ ყველაფერს, რასაც ახლა ვყვებოდი რა. არ უნდა რომ იქვე აი მთელი პროცესის განმავლობაში რო აგინონ, გაიგე? ამიტომ ვითომ აქეთ არის, ვითომ სიმართლის მხარეა და ერთი სული აქ მიიყვანოს ბოლომდე და ბოლოს რო გამოაცხადებს რაღაცა წამები რჩება იქ, ვიდრე მანდატური უცებ დაალაგდება და ეს გავა ოთახში. და წავა სახში რა. აქვე უნდა ვთქვა რა თქმა უნდა ჩვენ ტრაგიკულ ამბავზე ვლაპარაკობთ სინამდვილეში, მაგრამ თან ტრაგიკული. ხო, ნუ ახლა კი შეიძლება სიცილი ყველა პოლიტპატიმარს რა თქმა უნდა. თავისუფლება მზია ამაღლობელს, რომელიც ასევე ტყუილად კი არ ზის, იმიტომ ზის რომ ხელისუფლებას ამხელს. და ეს ხალხი სულ ყველა იმიტომ ზის, რომ რუსეთი არ უნდათ საქართველოში, ამიტომ. ყველაზე მეტად რაც მომწონს ეს არის მასიური გაფიცვა რა, ანუ გაფიცვა იმ მიმართულებით რომ ესე თუ არ რაღაცა იმაში თუ არ მოვაქციეთ თვითონ ხელისუფლება, ხო ისე რეალურად ნაბიჯების გადადგმა ძალიან უჭირს. მაგალითად პირველი ასაც რა თქმა უნდა ხალხის გაფიცვა და ახალგაზრდების გასაგები, მაგრამ აი ბიზნესი რა, ესეთი აი ხო ხტები აი მეგორი ბიზნესი ისი მთელი 12 წელი რომ ანუ რაღაცა თავისთვის იყო რა, მაგრამ რაღაცა და აი ეს ბიზნესის გაფიცვაც ხო, ანუ ყველაზე საინტერესო ის არის რომ გამოდიან და ნუ დასავლური ის არჩევანი რაღაცა და აი ხო ხტები ამბავი, მაგრამ შენ ხო იცი რომ ტელევიზიებს როგორ გვიჭერს, ხო? ძალიან. ნუ რა თქმა უნდა იქ ეხმარებიან დაზარალებულებს ასე შემდეგ, მაგრამ ტელევიზიებს როგორც გვი, ანუ კი სიტყვაზე გმობენ და ხარს უჭერენ ამ პროდასავლურ მოძრაობებს, მაგრამ ტელევიზიებში ფული არ მოაქვს. ხო. თან რას გეუბნებიან, იცი? თან რო გეუბნებიან, რომ რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის გმირობა. და მადლობელი არიან. და მადლობლები ვართ, რომ თქვენ ამას აკეთებთ ტელევიზიები. ცოტა შორიდან დავიწყებ მაშინ. მე ამ ბოლო პერიოდში გამომიმუშავდა, რაღაც ესე ვერ ვიტყვი რომ გაითვისება, მაგრამ გამომიმუშავდა ასე რომ რაღაცას რომ ელაპარაკებიან ნიუსისთვისაც დამახასიათებელია ვინც ნიუსში მუშაობს რომ მალე დაამთავრებინო ლაპარაკი შენ გაიგო რაც გინდა და მალე დაამთავრებინო ლაპარაკი და ეგეთ რაღაც ვაკეთებ რაღაც ვეკითხები ადამიანს და რომ პასუხობს აი უკვე პირველ წინადადებაში ხვდები რის თქმა უნდა მადლობა გვეუბნები და ვაწყვეტინებ ხოლმე და ყოველთვის ეს რაღაცას მელაპარაკება აი რამე წინადადებას დაიწყოს მადლობა და ვაგრძელებ და გაოცებული მიყურებს და აი ახლა შენ ხარ ბიზნესის წარმომადგენელი ხო აი როგორიც აღწერე და რამე მითხარი ძალიან დიდ საქმეს მეტი რა უნდა ვთქვა თუ შეგი ამ ხარეს ხარ და რაღაცა უნდა მიეხმარო ყველას როგორ შეგიძლია და მათ შორის ტელევიზიებსაც ეხლა რაღაცა იმას მოწოდებების გაკეთება კი არ არის საჭირო უნდა მიეხმარო ყველას რომ გადარჩეს იმიტომ რომ თუ ტელევიზიები არ იქნება აი რეკლამის მიტანა და თუ ეს არ იქნება ის შენი ბიზნესიც არ იქნება რა თქმა უნდა ეხლა სიტყვაზე რომ ეს სამი ტელევიზია ჩამქრალი ყოფილიყო ეხლა ჩამქრალი ყოფილიყო დღეს ხო რეალურად ვერაფერს ვერ გაიგებდი ვერაფერს ეს პროცესებიც არ იქნებოდა მიხდი ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის რეალურად მაინც ინფორმაციის წყარო არის ტელევიზორი ნუ ტელევიზია ამას ვერ გავექცევთ იმიტომ რომ ტელევიზიასაც ინტერნეტში უყურებენ მიხდი ხო ეგ არის ხო კი ტელევიზია არის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ახლა საქართველოში სოციალური ქსელიც ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ტელევიზიას უზარმაზარი ძალა აქვს და ჩვენ ახლა რასაც ვლაპარაკობთ ანუ ტელევიზიის არარსებობის შემთხვევაში რა რეალობა დგება მადლობა ანუ ჩვენი სათქმელი თქვით ხო რა უნდა მადლობა იცი რა უნდა გითხო ეს სამთავრობო მედიები ხო მე მგონი აი პირდაპირ რაღაცა პროვოკაციული კითხვებით მოდიან ხოლმე ხო თუ არ ვწდები ხო ანუ აი პოსტივი განსაკუთრებულად შეთვის ეს ახლა ბათუმში ვიყავი ანუ ახლა პოსტივი რა ბათუმში ვიყავი და
ნუ ესენი ხო ერთმანეთზე უარესები არიან ეს პოსტივი და ეს რა იმედი და ვიღაც ტიპი მოვიდა საერთოდ მას ეკავა ორივე მიკროფონი პოსტივისაც და იმედისაც აი ესე მიტყუებული ქონდა და ესე დარბოდა რაღაც პროვოკაციებს აწყობდა აი რანაირი პროვოკაცია არ მინახავს საერთოდ მაგრამ მედიის მხრიდან პროვოკაცია კიდე რაღაცა არის და არ ვიცი უნდა გავაკეთო თუ არა საერთოდ ეგ ჟესტი რაც იქნა საერთოდ არ მინახავს ეგეთი რაღაც აი ესე დგას ეს ტიპი აი ესე დგას ეს ტიპი და ეს ორი მიკროფონი ხო უჭირავს და წერს ვიღაც ადამიანს რა მიადგა და ის ჩვეულებრივად ეუბნება რაღაცას რა თავის აზრს ეუბნება ეგეთი რა საერთოდ ეს ის უთხარი ბებია შესო მიაცახა და ეგ ჩაწერა ეგ ინტერვიუ უნდა წარმოიდგინე რა ეგ ამოჭრა და გაუშვა არ ვიცი ხო აი ვიღაცა მე დადო ეს რო ჟურნალისტი აკეთებს ეგეთ რაღაცას საერთოდ მე ჩემთან მოვიდა ხო და ვაგინე შენი ვიც დამოკიდებულება პოსტივის მე მაგინეო მეუბნება პერსონალურად მე მაგინე რა ვიცი მეთქი უთხარი რა მე მის ხელმძღვანელობაზეც გადავედი იცი ეს რაღაც ჩართული გარ აქტიურად ხო თამა აკეთებს ამა ჯერს ისა კი პოს კი არ ეუნება და თო მარტო არის ეგ ვიდეო ინტერნეტში შენ მაინც პროგნოზები ალბათ გექნება საინტერესო მე დარწმუნებული ვარ თუმცა ეს ადვილი არ იქნება მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ამ ბრძოლას მოვიგებთ ჩვენ ანუ ხალხი შეუძლებელია ეს დამთავრდეს ასე ან ჩვენ მაშინ უნდა დავკარგოთ საქართველოს და ვერ დავკარგავთ და არ დავკარგავთ ამ ქვეყანას. მადლობა. მოკლედ ვახო ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა შენ ყოველთვის მიყვარს აქ მოსვლა. კი და მიყვარს ხოლმე როცა თმაგაკ შესაჭრელი და ეგრე მოდიხარ, ხო? იმიტომ რომ სულ ამაზე ვღადაობ, თმის შეჭრა. თმით მე არ ყოფილვარ არასდროს. ხო, შენ რაღაცა მოკლედ თმით არასოდეს არ მინახი. მადლობა. მადლობა მე მინდა. ვახო სანაია იყო ჩვენი განაცემის და დროზე დაუკავი მადლობა. სირფასო ტელემაყურებელო ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლო და ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში ახლა უნდა გავიქცე საცურაო კოსტუმი უნდა ვიყიდო მოსამართლეების ტუსოვკა აუზზე კიკეთში და ეგ ავდივართ ყველა საგულაოს ნახვამდის გადაცემის წარმოდგენია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი.